ასაგები მიზეზების გამო შემოდგომას თავის მოლოდინები ახლდა, თავისი შედეგები ახლავს ოპოზიციურ ფლანგზე სტრატეგიული ხედვის განხეთქილება მოიტანა, მაყოფილებები, ტკივილები, ჭრილობები, რომლებიც ჯერჯერობით მოშუშებული, ჯერ კიდევ არ არის ამას ვატყობთ კომენტარებში, დამოკიდებულებებში ამას ვატყობთ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერების სიფრთხილეშიც ან რაღაც გარკვეულ პაუზაში. მეც ახლა ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ლელო ძლიერ საქართველოს, რომელიც როგორც პოლიტიკური სუბიექტი, პარტია ძლიერად არის ფორმირებული, მისი ლიდერები ამ კონკრეტულ მომენტში მაინც უფრო თავშეკავებულად იქცევიან. რას უნდა მივაწეროთ ეს პარტიაში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ლიდერების აქტივობა ყოველდღე არის სახეზე, ელით გარკვეული პროცესების განვითარებას თუ ელით რაღაც განწყობების მომწიფებას, რა ფონზეც კვლავ აქტიურად შემოსვლა პოლიტიკური პროცესების დაგეგმვის შეთავაზებებში უფრო რელევანტური იქნება ლელოს მხრიდან. მოგესალმები გიორგი, მივესალმები ტელემაყურებელს და ტრადიციისამებრ, როცა მიწევს ხოლმე მე ეთერში ყოფნა, ცალკე მივესალმები და მოვიკითხავ რეჟიმის პატიმრებს, მათ შორის ლელოელებს, არალელოელებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ. ისინი არიან ბუნებრივია ჩვენი ფიქრის საგანი და იმ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია და მე არ ვიტყვი რომ თვეები მეთქი, აგერ უკვე 13 წელია, მე-14 დაიწყო, რაც მიმდინარეობს ჩემი აზრით. ამას იმიტომ ვამბობ, გიორგი, რომ შეიძლება ამ რაღაც ტერმინ ჟარგონს გამოვიყენებ, როცა საუბრობენ ქართული ოცნების დღევანდელ მოქმედებებზე, სხვა შორის თქვენ როცა დაიწყეთ ქალბატონ თინასთან საუბარი, ესეთი ფრაზით დაიწყეს, რომ ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, როცა ზურა ჯაფარიძე დაიჭირეს 3 დღის მერეო და ჯერ არ დაუჯერიათ, მაგრამ ყოველთვის დაიბარეს უკაცრავ დაიბარეს ენამ ცუდად არ მიყივლოს, როგორც ასეთი და ცოტა მოულოდნელი იყო და რა არის ეს მე მართლა მიკვირს, რატო არის რამე მოულოდნელი საერთოდ ამ ქვეყანაში აგერ უკვე 13 წელია. მე მესმის, რომ ახლა ეს კითხვის მასალას მოუხდა თქვენი ასეთი ფორმით კითხვის დასმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 2011 წლის მერე და ყველაფერი დაიწყო მაშინ და ახლა ნუ ვიტყვით, რომ ეს დაიწყო ან 16-ში, ან 14-ში, ან 20-ში ან რაღაცა, უბრალოდ ეს პროცესი იყო რაღაცნაირად დროში კარგად დაგეგმილი, ნუ კარგად ჭყალებში. და ახლა ადამიანი, რომელმაც განაცხადა პოლიტიკაში მოსვლა, ვისი ლიდერობითაც ეს მოხდა და მოვიდა დღევანდელ დღემდე, რატომ ეგონა ვინმეს, რომ რამე სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენები. შეიძლება ერთ-ერთზე ვერ დაგენახა ეს პროცესი თავისი სიხისტეებით, თავისი რადიკალური რაღაც ვექტორული წიაღსვლებით და ამ შემდეგ, მაგრამ ცოტა ჩემთვის ის არის გასაკვირი, რომ ვიღაცისთვის ეს არის გასაკვირი, მაგრამ მოდით ახლა ამას სიღრმეში, ჩავყვებით და დაუბრუნდეთ თქვენს მიერ დასმულ კითხვას ლელოსთან დაკავშირებით, სიფრთხილესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი, თქვენ ახლა ესაუბრებით იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც რამოდენიმე თვის წინ ის ადამიანები, რომლებიც კონსოლიდირებულ ერთიან ძალად ჩამოყალიბებაზე საუბრობენ მომავალი პროცესებისათვის, ეძახდნენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეს ერთი, მოღალატეს მეორე და აღარ გავაგრძელებ ამ ტიპის ეპითეტებს. ეხლა პოლიტიკა არის თემა, სადაც რაღაცეები შეიძლება გაატარო, რაღაცეები შეიძლება წაუყროვო, როცა უფრო დიდი მიზანი გაქვს მისაღწევი, მაგრამ არის რაღაცეები, რომელსაც პასუხის გაცემა ჭირდება. ისევ ესია ეს ყველაფერი. აი დღეს მაგალითად ძალიან ჩვეულებრივად საუბრობთ და მე მივესალმები, რომ ჩვეულებრივად საუბრობთ ზურა ჯაფარიძის შესაძლო გირაოზე. მაგრამ როცა ლელოს ორმა ლიდერმა ორი ლიდერი ანალოგიური მდგომარეობის წინაშე დადგა და უზრუნველყოფა მოხდა, ეს იყო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ამის გაკეთება. ეს იყო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.
თქვენ შეფასებებს გულისხმობთ. ხო, ესე იგი, ლელოს ლიდერების ქმედება ასე შეფასდა ცალკეული პირების მიმართ, იმიტომ რომ რამოდენიმე ლიდერმა ამაზე უარი თქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? კარგით, ამასაც არ გავეკიდები, როგორც ასეთი, მაგრამ ბოლოს ეს ამასაც ძალიან ბევრი დაგროვდა, როგორც ასეთი და დღეს როგორც წესი, როცა ლაპარაკი არის მომავალი ბრძოლების განვითარებაზე, მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე, კარგადზე, რა ვიცი, ყველაფერზე ერთად, ალბათ მინიმუმ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ საერთოდ ვისთან უნდა იყოს ეს თანამშრომლობა, რას უნდა ნიშნავდეს ეს თანამშრომლობა, კონკრეტულად რა იდეის გარშემო უნდა მოხდეს ეს თანამშრომლობა და რა უნდა მოითხოვოს ვინმე ლელოს მიმართ, რომელმაც აბსოლუტურად ყველა წინადადებას პირდაპირ გეტყვით, ჯერ ლელოში არ გადაწყვეტილ წინადადებებსაც კი სწრაფად დაუჭირა მხარი, მოიწვია შესაბამისი სტრუქტურა, ორგანო, პოლიცსაბჭო და როცა ჩვენ 24 წელს ტელევიზორიდან გავიგეთ, რომ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ის კი არ ამის დაერეკა, ან ეთქვა რომ მოდი შევხვდეთ. ორი ლიდერი გამოვიდა ტელევიზორიდან, გითხრათ არ დაგინახოთ ეხლა შესული პარლამენტში და სასწრაფოდ შევიკრიბეთ და ნუ თქვით რომ არ გამოვა ეხლა რა ოპოზიციური დახლეჩვა. აღარაფერს ვიტყვი მე ადგილობრივ არჩევნებზე დავთმეთის ნომერის, სია, ყველაფერი ოღონდ კი ბრძოლაში შევსულიყავით და ჩვენ უცებ აღმოჩნდით მოღალატეები, ხო? კიდევ ვიმეორებ როცა პრობლემა გაცილებით დიდია ვიდრე ეს გულის ტკენები, რომელიც იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბევრის მხრიდან პირდაპირ ვიტყვი. რაღაცა შეიძლება ცოტა ხაზი გადაუსვა, რაღაც შეიძლება ცოტა გვერდით გააწიო და ასე შემდეგ. ოღონდ ის მაინც თქვათ, რაზე უნდა შევთანხმდეთ, ვისთან უნდა შევთანხმდეთ, რა უნდა იყოს შეთანხმების საგანი. შეთანხმების საგანი იწყება რაღაცა მეათე ხარისხოვნიდან და ბოლოს ვიჭედებით მთავარზე. მოდი დავიწყოთ მთავარით რა. რა არის ეს მთავარი? მე ისევ სვავ ამ კითხვას, გიორგი, უკაცრავად, ისევ სვავ ამ კითხვას. მოდი ხა ასე ვქნათ და მე შემოგთავაზებთ ვერსიებს. მაგალითად, ჩემთვის მოსალოდნელი იქნება თუ კი პოლიტიკური ლიდერების შეკრების დროს თავარ საკითხად დადგება რეჟიმის შეკავება, მისი ავტორიტარული ხასიათის შესაბამისი საპირისპირო ძალის ფორმირება, სადაც პარტიული ინტერესები გადავა დროებით უკანა პლანზე და ძალისხმევა იქნება მიმართული რეჟიმის შესაცვლელად. ანუ დემოკრატიული არჩევნების მისაღწევად, მაგრამ მანამდე რეჟიმის შესაკავებლად და შესაცვლელად. ყველა რესურსის გასაერთიანად. გასაგებია? ეს არის ანუ ეს გიორგი პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ლამაზად ჩამოყალიბებული შედეგი. შედეგი, პირდაპირ შედეგი, ეს პროცესი არ არის როგორც ეს. ხო, სტრატეგია. ეს ტაქტიკაში როგორ კი ბატონო, გასაგებია, მან ერთი მომენტია, ახლა მე არის თემები, რომელზედაც შეიძლება არ ყოფილა ლელოში მსჯელობა, მაგრამ ის რაც ყოფილა, იმაზე უფრო თავისუფლად საუბრობ, იმიტომ რომ განსხვავებით აპარტიული ადამიანებისგან, პარტიულები გარკვეულ ჩარჩოში ვართ და გარკვეულ დისციპლინაში ვართ, ხო? მოგეხსენებათ როგორც ეს. ამიტომ, როცა ასეთ რაღაცაზე ვსაუბრობ, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ თქვენ გამოიყენეთ პარტიული ინტერესები გადავა, ხო? გასაგებია რომ პარტიული ინტერესები გადავა, მაგრამ პარტიებს ხო ვერ ავწდებით ელემენტარულად. პოლიტიკური არ მიგულისხმია, მიგულისხმია საარჩევნო ინტერესები რაც შეიძლება, რაც ბუნებრივი ამბავია. სხვათა შორის ამ მომენტს, გიორგი, ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობს. გახსოვთ ხო, თავიდან ბლოკი გაუქმდა, მერე უკვე სხვა პარტიის წევრის ჩაწერა გაუქმდა და ეხლა საერთოდ არაპარტიული ჩაწერაც კი ხო სიაშიც ვეღარ წეს, ხელი შეუწყო ამ სიტუაციას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასთან დაკავშირი, რა უნდა იყოს მიზანი და რატომ ვამბობ, რატომ არის ეს კითხვა ჩემთვის აქტუალური. არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას თუ ისევ ბოიკოტების ხაზით გავდივართ. ეს მაინტერესებს. ეხლა ქალბატონი თინა საუბრობდა ჩემზე წინ და საარჩევნო გარემოში შეცვლა, ერთიანი სტრუქტურა და ჩამოთვალა. ნუ დააკლდა ერთი რაღაც, რომ ჩემოდნებით ივანიშვილი აეროპორტში. ჩემოდნებით როცა იქნება, აი მაშინ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეხლა მე ვსვავ კითხვას და თქვენ გაქვთ მიუხედავად ასაკით ცოტა ჩემზე უმცროსი ხართ, მაგრამ გამოცდილება არანაკლები გაქვთ. 4 ჯერ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება. 4 ჯერ. 90-ში
შემდეგ 92-ში იმას შეცვლა არ ქვია სამხედრო გადატრიალებით. არის მძიმე დღე ამ 2000 თბილისის ომის დაწყება. აბსოლუტ გადატრიალებს სამხედრო გადატრიალებით. დღეს არის ზუსტად ეს დღე, კი ბატონო. შემდეგ 2003-ში და 2012-ში, ხო? თქვენ როგორც ბევრის ნანახს. რომელიმე ხელისუფლების ცვლილება გახსოვთ, როცა საარჩევნო გარემო იყო პროოპოზიციური? არც ერთი. თუმცა ოპოზიციურმა მოძრაობებმა არჩევნებამდე განაპირობებს, შემდეგ არჩევნები განაპირობებს, არჩევნებმა შემდეგ განაპირობა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია და იმან მერე დააყენა შედეგი, ხო? აქედან გამომდინარე, როცა ვსვავთ კითხვებს, აი ეს რას თქვენ ჩამოაყალიბეთ, რომ მეორე პლანზე არ უნდა იყოს უარყოფილი. გასაგებია და ჩვენ ეხლა ნუ ჩათვლით ისე რომ რაღაც გულნატკენი ვარ იმით რაც მოხდა. ჩვენ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებამ კი არ მოიგო, ოპოზიციამ წააგო. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ოპოზიციამ წააგო ოღონ ერთიანად და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ის ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, ბოიკოტის აქტიური მომხრე იყო, არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად თვლიდა თავს. ჯანდაბას ესეც დავივიწყოთ, იმხელა უბედურების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ თუ ლაპარაკია ერთობაზე, საერთოდ ერთობა არის პოზიტიური სიტყვა. ხო არის ქართულში რაღაც სიტყვები, ხო? კარგი და ცუდი, ლამაზი და მახინჯი, ისეთი და ასეთი, ხო? არ შეიძლება ერთობა და გათითო კაცება და გერბზე გვაქვს გამოსახული. ხო, უცებ, ნუ გერბამდეც კარგი იყო ერთობა ყოველგვარი რა, ძალა ერთობაშია, გერბის გარეშეც ძალა ერთობაშია. ეს პოზიტიურია და არ შეიძლება რომ პოზიტიური ტვირთის თუ მუხტის თუ შინაარსის მატარებელ სიტყვას დაუპირისპირდე, მაგრამ უნდა იცოდე შენ რასთან დაკავშირებით აკეთებ ამ ერთობას, ვისთან ერთად აკეთებ ამ ერთობას, ვისთანში ვგულისხმობ დობის ფაქტორს, გუში რომ წყევლი და დედას მაგინებ და იმასთან დღეს უნდა დავივიწყო და გავაკეთო, თუმცა ეგეც მოსულა, მაგრამ თავიდანვე ვთქვათ ეს მომენტი რომ რა გვაერთიანებს და რა გყოფს. მე მაგალითად მაქვს ერთი ესეთი ვერსია. ბოლოს ხშირად ფიქსირდებოდა 8 პარტიის ერთობა ადგილობრივი არჩევნების წინ. გახსოვთ ხო ეს მომენტი, აი 8 პარტია და რაღაც. ამ 8 პარტიაში თანამშრომლობის ფორმაში. კი, ხო, იქ ცოტა რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ნუ 8 პარტია მაინც 8 პარტია იყო. იმ 8 პარტიაში შემიძლია ქრონოლოგიურად ჩამოვთვალო, ეხლა მივყვე 2014-დან და ჩამოვიდე 2022-მდე. 7 პარტია არის ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან. 7 პარტია არ მეშლება. ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან რო დაიწყო 2014-ში გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, მანამდე ახალი საქართველო, მერე ევროპული საქართველო, მერე დროა, მერე რა ქვია, გირჩი მეტი თავისუფლება, შემდეგ ახალი და ბოლოს ფედერალისტები, რომელიც 7 პარტია არის ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან. ერთადერთი თავისუფლების მოედანი არ არის, ეს მერვე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იმ 8-ში არ ყოფილა, მე რაც გავიხსენე. ეს ეხლანდელ 8-ში, ოღონდ ეხლანდელ 8-ში ნაციონალური მოძრაობა არ არის თვითონ, როცა ჩამოთვალეს. მე ვამბობ იმ 8-ზე, აი ბოიკოტის აქტიური მომხრე რო იყო. იმ 8-ში 7 არის ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან, ხო? მივესალმები. გვაჩვენეთ ერთობა თქვენ ხო ერთ პარტიაში ნამყოფები ხართ. ისინი არიან იმ 8 პარტიის ფორმა. არა, ერთობა გვაჩვენეთ, ერთობა. ეს ნაციონალური ფრონტის ერთობა არ არის სხვა გაგების ერთობა ის. გავიგე მეთქი, მაგრამ ისინი ხო თავად ნაციონალური მოძრაობა არ არის იმ ერთობა. აი სწორედ ამას ვამბობ, რა ისინი ხო ახლო წარსულში მართლა ერთობიდან მოდიან და ერთიდან მოდიან, როგორც ესეთი, ხო? ხო შეიძლება ვნახოთ რეალური გამოხატულება მათი ერთობისა. თუ რეალურად იქნა სურვილი იმისა, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ეს პოლიტიკური ძალები, რომელსაც ორი სიტყვა აერთიანებს უფრო მეტად პროდასავლური, ასე ვთქვათ, მაგრამ პროდასავლურის მიღმა არის კიდევ ძალიან ბევრი საჭიროებები, რომელიც ერთობას სჭირდება, თუ ასეთი მზაობა იქნება მართლა და არ იქნება ისევ საფრთხე, ისევ ვარაუდი, ისევ მოლოდინი იმისა, რომ დაიწყება რაღაც ფეხის დადება და კვანტის გამოკრა და ასე შემდეგ, ვამბობ პირდაპირ, რომ ჩვენ დღესვე მზად ვართ დავსხდეთ და დავდოთ დღის წესრიგი. რა მიგვაჩნია ჩვენ პრიორიტეტად ერთობისათვის
და პირდაპირ ვამბობ იმას, რაც არის შეთანხმებულიც და ბეჭერ დარტყმულიც ლელოში. არჩევნები ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლისა. ოღონდ არა ერთადერთი საერთო ჩამონათვალში. სტრატეგიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თორე ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, პარტიული ინტერესების გადაწევა. თუმცა ყველა ის მაგალითი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ წინა სახელმწიფო ცვლილებების პრეცედენტთან დაკავშირებით, თავისთავში უკავშირდებოდა ერთის მხრივ მობილიზება სრულიად ოპოზიციური ელექტორატის, მეორეს მხრივ გარემოს, რომელიც ყოველთვის არ იყო არც იდეალური და არც მიახლოებული იდეალურად, მაგრამ მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მეტნაკლებად სანდოს ხდიდა პერსპექტივას, რომ შედეგი ან დაფიქსირდებოდა, ან ცუდად ჩატარებული არჩევნების შედეგები მაინც დაფიქსირდებოდა, ისე რომ ამაზე რეაქცია იქნებოდა ძალიან მწვავე. აი, თქვენ როცა ამბობთ, რომ არჩევნები არის უალტერნატივო გზა ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ეს ავტომატურად ნიშნავს მნიშვნელოვან დათქმებს ალბათ. კი, რა თქმა უნდა. ეს დათქმები, რაშიც ხვები უფრო მეტი ენთუზიაზმით გამოყვებოდნენ ამ საარჩევნო გზაზე. იცით რა არის ახლა გიორგი, მე გითხარით ის რის თქმაც შეიძლება ახლა რის თქმაც შეიძლება ახლა სტუდიაში, იმიტომ რომ დეტალებზე ამაზე ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამას უკვე როცა პრაქტიკულად შედიხარ ხო პროცესში რა და აბსოლუტურად არ გულისხმობ ამაში იმას რომ პარტიული ინტერესი თუ არ იქნა ვინმეს გათვალისწინებული თანთანაზომად და თან უპირატესად არა ესეც კი არ გამყავს პირველ რიგში არის ის რომ ჩვენ უნდა დავთქვათ ის რომ დავსხდეთ გავაკეთოთ რაღაც პრიორიტეტულ საკითხთა 2 ან 3 მაქსიმუმ ოღონდ დავიწყოთ მთავარიდან არა მეორე და მესამე ხარისხოვნიდან რომ რაღაც ერთმანეთს შევიტყუოთ როგორც ეს თქო ამას უნდა უძღოდეს პირველ რიგში პირველი მაგალითად უნდა იყოს ისეთი ქმედებები რომელიც ნდობას უზრუნველყოფს და როცა ახლო წარსულში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის ყველაფერი შეურაცხყოფისთვის უნდობლობისთვის რაღაც კვანტის დადებისთვის ტელევიზორიდან საუბრისთვის ლიკებისთვის მათ შორის იმ გირაოსთვისაც მათ შორის იმ გირაოსთვისაც ხო არ გეძლება იმის სურვილი ცოტა დრო გრჩებოდა ეხლა ზუსტად ეს მინდა რომ ვკითხოთ აი მაგრამ სანამ მკითხავ გიორგი სანამ მკითხავ პირდაპირ ვამბობ ლელო ერთობისთვის არის მზად რომ დაждდეს და დაიწყოს სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი რა ფორმით როგორ ფორმით ერთ სტრუქტურად ორ სტრუქტურად განაწილებით თუ ასე შემდეგ მაგრამ ეს ხელის აქნევით არ ხდება. ავიგე, ამ კითხვის გაგრძელება უკავშირდება ზურო ჯაფარიძესთან თქვენი შესაძლო კომუნიკაციის პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ზურო ჯაფარიძე საუბრობს იმაზე, რომ მთავარ პოლიტიკურ აქტორებთან და სხვებთანაც სამოქალაქო აქტორებთან ის აპირებს კონსულტაციების სერიას. მათ შორის ახლა ლელოსაც გულისხმობს დარწმუნებული და თქვენი ლიდერები, თქვენ პირდაპირ გეუბნები გიორგი ეხლავე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და უფრო მეტიც ველოდებით კიდევ მეტ კომუნიკაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ ხვალზე გიქნებიან უკვე ღმერთმაქნას უფრო მალე სხვა ლიდერებიც და ბუნებრივია მათთან იქნება საუბარი ამასთან დაკავშირებით. თუ აქამდე არ ყოფილა, მოგესწრებათ რომ ახლა ლიდერებთან ურთიერთობა მაინც აუცილებელია როგორც ესეთი რა. ამიტომ კიდევ ვიმეორებ რა ტელევიზორიდან საუბარი და ცაიტნოტში ერთმანეთის ჩაყენება და ასე შემდეგ მე არ ვამბობ რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ გამოცხადება ბოიკოტისა პარლამენტის მიმართ ხაზგადასასმელი იყო მაგრამ ცუდია როცა ამას შენ იძულებით რეჟიმში იგებ მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით თუმცა ეს აბსოლუტურად არ არის საინტერესოა ის რაც ლელომ თქვა მაგრამ ლელომ ეს თქვა როგორც მოცემულობა და არ გადაუხვია ერთობის გზას ისე როგორც არ გადაუხვია ადგილობრივი არჩევნების დროს მე მიმაჩნია რომ არჩევნები არის აუცილებელი ბრძოლისველი რომელიც არ უნდა გამოტოვოს და არჩევნები არ უნდა გაუშვა გვერდზე თუ არა და ჩვენ ისიც გვინახავს ერთად გიორგი 2008 წელში და მაშინაც სხვაზე ვიყავი გაგახსენებ სხვაზე ვიყავი გეღიმება ეხლა და გეუნებ მაგრამ თუ გადაწყვეტილება ისეთი იყო როგორიც იყო როგორც ასეთი ამიტომ ხელის გადაწევის და გადაკაჩვის მომენტი არ არის სწორი ფორმა მომავალი ერთობის ჩამოსაყალიბებლად. გინდა დავთქვათ ერთობა, დავსდეთ, დავილაპარაკოთ ყოველგვარი წინასწარი რაღაცეების გარეშე. შეთქმულებების გარეშე. მამუკა კაციტაძეს